მოგესალმებით, გავაგრძელოთ აწმყოს ძალის მერვე თავის მეორე ნაწილზე ვართ. ეხლა წინა ჩატნაწერის დროს შევწყვიტ ეშუაში, იმიტომ რომ დიდი გამოვიდოდა და არ მინდა რომ რაღაცნაირად დაიღალოთ თქვენ მოსმენით. ვისაც გაინტერესებთ გაგრძელებას, ძალიან საინტერესოა და ესეთი დასათაურებაა პირველ რიგში დამოკიდებულებიდან გასხივოსნებული ურთიერთობისაკენ. ჩვენ ხო ვისაუბრეთ პარტნიორებზე და პარტნიორულ ურთიერთობებზე, ვისაუბრეთ სიყვარულზე წინა თავში, ის რომ ჭეშმარიტი სიყვარული არ არის ის სიყვარული, რასაც ჩვეულებრივ ადამიანები ვეძახით, ნუ ერთი ჯერ გვიყვარს, მერე აღარ გვიყვარს, ეს არ არის სიყვარული. ეს მარტივად რო თქვა და მოკლედ. და ასევე ვისაუბრეთ დამოკიდებულებებზე, როდესაც ხშირად ურთიერთობები, პარტნიორული ურთიერთობები გადადის დამოკიდებულებაში, მიჯაჭვულობებზე. მიჯაჭვულობა ქვია ამას. ეხლა აქ არის შემდეგ თავში თავი არ არის, უბრალოდ ამ მერვე თავშივე არის და დასათაურებით, როგორ ხდება დამოკიდებულება, როგორ ხდება ხოლმე ესეთი შეკითხვაა დასმული, შეიძლება თუ არა ეს დამოკიდებულება, პარტნიორული დამოკიდებულება მოხდეს ისე რომ ამ დამოკიდებულებამ მიგვიყვანოს გასხივოსნებამდე და როგორც აღმოჩნდა მტოლეს განმარტებით ესეც ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს მიუხედავად იმისა რომ ოღონდ როგორ რა შემთხვევაში იცი თუ ადამიანი მიაღწევს გაცნობიერებას მდგომარეობას ანუ როდესაც გაცნობიერებულია თუნდაც ერთი პარტნიორი მაშინ ხდება ისე რომ ეს რა არის გაცნობიერებული მდგომარეობა მაგალითად მივიღებთ იმას ჩვენს მეორე ნახევარს ამ შემთხვევაში ისეც თან ჩავხედავ ამას არაფერი გამომრჩეს როგორიც არის ყოველგვარი განსჯის გარეშე ყოველგვარი შეფასებების გარეშე ანუ გონება ნაკლებად აი გონებრივ შეფასებებს გონებით ნაკლებად ვაკეთებთ აქ უფრო ურთიერთობებზე არის საუბარი სიყვარულზეა უკვე ლაპარაკი რა თქმა უნდა ეხლა გონებით ყოველთვის ჩართულები ვართ ამ პროცესში მაგრამ თუ ადამიანი არ გაცნობიერებულია და უნდა რომ აი ამ გასხივოსნებულ მდგომარეობას მიაღწიოს რა თქმა უნდა ის უკვე გონებით აღარ მოქმედებს და თავის თავს აღარც გონებასთან აიგივებს და აღარც ფიქრებთან, აღარც კიდევ უფრო მეტია და უფრო ღრმად სიღრმეშია ხო შესული. ეს იგივეა მე თუ მკითხავთ რომ აი რაღაცნაირად თავის საკუთარ ღმერთს პოულობს საკუთარ თავში და ნუ უკვე აღარ არის დამოკიდებული აქ როგორ ხდება იცით თუ ერთი პარტნიორი ამ მდგომარეობაში იმყოფება მაშინ მეორე პარტნიორი ხშირ შემთხვევაში როდესაც შეფასებებს აღარ უკეთებ აღარ განსჯი საკუთარ სივრცეს აძლევ და ეს სივრცის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია არა მხოლოდ პარტნიორისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც, ხო? საკუთარ თავს აძლევს სივრცეს და მასაც უტოვებს ამ სივრცეს. აი მაშინ შეიძლება პარტნიორის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ანუ ხდება ხოლმე ისე რომ ჯერ პირველ რიგში გაკვირვებაა ხო როგორ ნუ ეხლა აღარ განსჯის ჩემს მდგომარეობას, ჩემს ქმედებებს, ჩემს ჩვევას, ჩემს ხასიათის თვისებებს და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში რას სიტყვას გამოვიყენებ, იცი მე აქ შემდეგ თავებში ახლა ეს სიტყვა დანებება გამოყენებული მაგრამ მე აქაც ვიხმარ, იმიტომ რომ იცით რა არის, ნებდება, ნახეთ დანებება არ ქვია იმას, რომ აი მე ახლა ამან ცუდი რაღაც გააკეთა და ამას გავატარებ და ან მივიღებ ისეთს როგორიც თუ რამე დამიშავა ან რაღაცა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქ ამ შემთხვევაში ამაზე არ არის საუბარი. აქ არის უკვე როდესაც ურთიერთობებში არ ლაგდება შეთანხმება არ ხდება ურთიერთობების თორე როდესაც ახლა აქ რაღაცა რთული სიტუაციებია ამ ურთიერთობებზე საერთოდ არ ვსაუბრობ ახლა და სხვათა შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე ძალიან ბევრი თემები იწერება, ძალიან ბევრი წიგნიც არის, მაგრამ მიუხედავად იმისა, ყველაზე დიდი სიბრძნე, აი ნუ ჩემთან ახლოს მოვიდა ყოველ შემთხვევაში, აი ეს მდგომარეობა, რასაც ედგარ ტოლე ამ წიგნში აწყოს ძალაში გადმოგვცემს, იმიტომ რომ როდესაც შენ ყოფიერებაში იმყოფები, როდესაც შენ აწყოში ხარ, როდესაც შენ ხარ აი მიმღებლობა
გაქვს აბსოლუტურად სრული მიმღებლობა, სულაც არ არის აუცილებელი გასხიოსნების მდგომარეობამდე მიხვიდე. მე არ ვიძახი რომ ყველა ამას შეძლებს, იმიტომ რომ არ არის მარტივი, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ აი როდესაც მიიღებ მას ისეთს, როგორიც არის, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ყოველგვარი ახალი და აღზრდა რო გვინდა ხოლმე პარტნიორის, აი თავიდან თითქოს ყველაფერი და ამ დროს ესე არ ხდება, ხო, ვერაფერსაც ვერ იზა, ვერ შეცვლის სხვა ადამიანია და ამის ის თვითონ მე რაღაცნაირად ხვდება ამ მდგომარეობას და თვითონაც შეიძლება მიაღწიოს იგივე მდგომარეობას, ანუ წამოვიდეს მასში ეს გაცნობიერება, შემოვიდეს მასშიც, მაგრამ თუ არ შემოვიდა ეს მდგომარეობა, მაშინ რა თქმა უნდა, იქ უკვე დაშორება გარდაუვალია, იმიტომ რომ ძალიან რთულია მისთვის პარტნიორისთვის ერთი მხარისთვის ძალიან ძნელი, არ აქვს მნიშვნელობა ხალი იქნება თუ მამაკაცი, ცხოვრობდეს გასხევოსნებულ ადამიანთან, ანუ გაცნობიერებულ ადამიანთან. რთული იქნება მისთვის ეს ძალიან. ამიტომ აქ ან შეიძლება მოხდეს ისე რომ მივიდნენ ერთ საერთო მდგომარეობამდე, გაცნობიერებულ მდგომარეობას უფრო დავარქმევ მე, თუმცა აქ ნახსენებია გასხივოსნებამდე, ორივე ერთად, ან დაიშალონ ეს წყვილი არ შედგება და დაიშლება. ეხლა აქ არის ესეთი თავი, ურთიერთობები როგორც სულიერი პრაქტიკა, აქაც დაახლოებით ეხლა მე ვილაპარაკე ახლა რაღაც ნაწილობრივ შევეხე ამ თემასაც, იმიტომ რომ როგორ აქვს იცი ამ წიგში ერთი და იგივე რაღაც მოსაზრებას, რომელსაც ჩვენ გვიზიარებს, მრავალ მხრივ გადმოგვცემს და ფაქტურად იდეა ერთი და იგივეა და არ მინდა ახლა რომ ძალიან დიდი გამომივიდეს ეს ვიდეოც და ვისაუბრო კიდე ერთ და იგივე თემებზე. მაგალითად, როცა წავიკითხავ ახლა ნაწყვეტს ციტატას, როცა ურთიერთობა არ ეწყობა, როცა ის თქვენს და თქვენს პარტნიორს გაგიჟებთ, ბრჭყალებში გაგიჟებთ, ანუ ნერვებს გიშლით, უნდა გიხაროდეთ. ის რაც არაცნობიერი იყო, სინათლეზე გამოვიდა და ნამდვილად მასია, ხო? ესე იგი მე ავხსნი ახლა ამას რომ კარგი და ადვილად გასაგები იყოს. ესე იგი, ჩვენ რაც გვაგიჟებს, რაც გვიშლის ნერვებს, რაც გვაფორიაგებს, გვაღიზიანებს სხვა ადამიანში, ის თვისება დაახლოებით თუ არა, ზუსტად იგივე თუ არა დაახლოებით მაინც მიმსგავსებულად არის ჩვენში. ანუ ის არის ჩვენი ჩრდილი. ჩვენ ჩრდილებს ვხედავთ სხვა ადამიანებში. და ბიბლიაშიც არის ხო ჩვენ თვალში ვერ ვამჩნევთ დილეს და სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ, მაგრამ აი დაახლოებით იცით როგორ არის რეალურად ეს თავიდან, როდესაც მე ამაზე დავიწყე მუშაობა წლების წინ, ძალიან რაღაცნაირად კიდევ ვიფიქრე, მაგრამ თითქოს რაღაც მომენტში ჩემი ეგოს ერთი ნაწილი არ დაეთანხმა, რა ვქნა, ეხლა ჩემშია, მაგრამ რეალურად მასია. ასე არის პარტნიორშიც. ანუ ნახეთ, როდესაც თქვენ ერთმანეთს ვერ ეწყობით, გაღიზიანებს რაღაცა მასში, რაღაცა გაგიჟებსო მასშიო, გამოდის რომ ეს არის, იცით რისი მიზეზი გახდება, თქვენ საკუთარ თავში რომ ჩაიხედოთ, თქვენ საკუთარ თავს რომ დააკვირდეთ, აი თქვენ როგორ იქცევით, თქვენ რატომ გაღიზიანებთ მისი ესა თუ ის თვისება. შეიძლება ეს ტრავმებისგან იყოს გამოწვეული ბავშვობაში, ან რაღაცა პატერნები იყოს ისეთი ოჯახიდან, ან სულაც კოლექტიური ცნობიერების ბრალიც არის, კი ბატონო, რატომაც არა, ხო, რაღაც იმაში გავიზარდეთ, ასეთ დროს, ასეთ ადგილზე, ასეთ ოჯახში, ასეთ გარშემო სიტუაციაში ეს ყოველთვის ხდება ხოლმე კოლექტიური ცნობიერება, ჩვენში არის რაღაც ნაწილი, აუცილებლად არის. და აი ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ საკუთარ თავს დავაკვირდეთ, ანუ რა არის, რა პრობლემაა ჩვენში და ძალიან კარგი მიზეზია იმისთვის, რომ გასხეოსნება მოხდეს შენი, ანუ გასხეოსნებას რას ვეძახი, ანუ შენ თავი გააცნო, შეიცნოს, მიხვდეს, მიხვიდე იქამდე, რომ რა არის შენში, რა არის ისეთი, რაც ესე რამაც გაგაღიზიანა, რა პრობლემები გაქვს, რა თვისებები გაქვს ისეთი, რომელიც არ უნდა გქონდეს. მოკლედ, პარტნიორში გაუცნობიერებელი ქცევა თუ შენიშნეთ, კარგად დაიმახსოვრეთ, მაგრამ რეაგირებას ნუ ეცდებით.
ანუ მასზე არ უნდა გააკეთოთ რეაგირება. გაუცნობიერებელი და ცოდნა თანაარსებობას დიდხანს ვერ შეძლებენ. მაშინაც კი თუ ეს ცოდნა მხოლოდ ერთს აქვს და არა მას, ვინც ასე გაუცნობიერებლად იქცევა. აგრესიულობასა და იერიშებს მიღმა მიმალული ენერგია სიყვარულს ვერ ეგუება. თუ პარტნიორის გაუცნობიერებლობაზე რეაგირებას მოახდენთ, თავადაც გაუცნობიერებლად მოიქცევით. ანუ რა გამოდის, ხო? ჩვენ წაღან ვისაუბრეთ, რომ როდესაც შენ უკვე გაცნობიერებულ მდგომარეობაში ხარ, აღარ აკეთებ მის შეფასებებს, აღარ აქვს რეაქციები, ისეთი მძაფრი, გამოხატული, მიმღებლობა გაქვს მისი ისეთის როგორიც არის და თუ ისევ გამოიწვია შენში მიუღებლობა, ვაიმე, ან ზოგჯერ იცით რა ხდება, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. ზოგჯერ არის რომ ადამიანი რაღაცებს აცნობიერებს, თავის თავზე მუშაობს, იმ შრდილებსაც პოულობს, იმ პატერნებსაც ამუშავებს, პროგრამა, რომელიც ჩვენში რაღაც პროგრამების სახით იმ ჩვევებს, იმ თვისებებს, იმ რაღაცებს აცნობიერებს და ცვლის და უკვე თავი გასხიოსნებული გონია. ესეც ძალიან სახიფათო ბრჭყალებში, ანუ ძალიან ისეთი მდგომარეობა, აი მე გასხიოსნებული ვარ და შენ პარტნიორს მიმართ აქვს ისეთი გზნობა, აი შენ არ ხარ და რაღაცნაირად და თუ შენ ამას გრძნობ, ანუ ესეთი ის გებადება, რომ აი მე შენზე მაღლავ გავარ რაღაცით, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს არ არის გაცნობიერებული, ისევ შენი ეგოს ჩართულობაა შეგენთ, ისევ შენი ეგო გმართავს რა, ეგრეთ წოდებული ეგო, ხო? ანუ მე ვარ გასხიოსნებული და შენ არაფერი არ ახარ, შენ ჩემ დონეზე არ ახარ. ესეც ეგოს ის არის. ანუ ამასაც მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად. ხო, ანუ თუ ჩვენ დავინახეთ, რომ რეაქციები გვაქვს კიდევ იმაზე, რომ აი, მოკლედ მე ესეთი მაგარი ვარ და შენ ესეთი არ ახარ, ეს ჩათვალეთ, რომ არ არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც გინდათ, რომ იმყოფებოდეთ. არ არის ბოლომდე გაცნობიერებული მდგომარეობა. ეხლა რაზეა ლაპარაკი, კიდე განვიხილოთ ახლა. რამდენადაც ხვდები იმისთვის, რომ ურთიერთობა სულიერ პრაქტიკად იქცეს, ორი ადამიანია საჭირო. ეს შეკითხვის სახით არის. მაგალითად, ჩემი პარტნიორი კვლავად ძველი მოდელით მოქმედებს, ეჭვიანობს და უფროსობას ცდილობს. ამაზე არაერთგზის მივანიშნე, მაგრამ არ ესმის. რამდენი ადამიანია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება აი უკვე სულიერ პრაქტიკად იქცესო? ესეთი შეკითხვა. და აქ პასუხი არის ესეთი, რომელიც დაახლოებით უკვე შევეხე ნაწილობრივ ამ თემას. იმიტომ ვიცი, ხშირად მეორდება სხვა კითხვები და სხვა ფორმულირებით, მაგრამ იგივეს ამბობს აზრი იგივეა, რომ თუ თქვენ ხართ ესეთ გაცნობიერებულ მდგომარეობაში და თქვენი პარტნიორი ამაზე უარს ამბობს, ну მაშინ გამოდის, რომ თქვენ აუცილებლად მოხდება თქვენი დაშორება. ესეთი ურთიერთობები არ შედგება, არ დარჩებით ერთად. როდესაც თქვენი პარტნიორი გაუცნობიერებლად იქცევა, აქ კიდევ იმას გვეუბნება, რომ განსჯით, განსჯა ნიშნავს მსჯელობას ადამიანის პიროვნების შესახებ, მისი არაცნობიერი ქცევის მიხედვით და თქვენი გაუცნობიერებლის სხვაზე გადატანას, ანუ წეღარაც ვთქვი, ხო, ჭრდილები, მე უფრო ესე ფსიქოლოგიურად ახსენე, ჩვენი ჭრდილის დანახვა სხვაში კარგად გამოგვდის და სამუდამოდ ჩვენშია, ანუ ჩვენაც ვერ გავაცნობიერეთ, იმას კარგად ვხედავთ იმაში და განსჯაში გადავდივართ, ანუ დავასრულეთ ეს. გასაგებია უკვე, რომ ურთიერთობის დროს, აი ეს თუ გვინდა რომ რეალურად გაცნობიერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, გასხიოსნებულ მდგომარეობაში, მაშინ არანაირი განსჯა და არანაირი შეფასება და თვითონ გვაჩვენებს მე ეს პარტნიორი რამდენად წამოვა და წამოგვება ამ მდგომარეობას, როგორ მიიღებს თქვენს ასეთ მდგომარეობას. ზოგისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მე ძალიან ბევრი წვლილი მინახავს, რომ მე არ ვლაპარაკობ ახლა გასხიოსნებაზე, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ძალიან კარგად და არაჩვეულებრივად აცნობიერებენ თავიანთ შეცდომებს, ბრჭყალებში შეცდომებს არ გავაკეთოთ შეფასება, თავიანთ პროგრამებს, პატერნებს, ის რაც უშლის ხელს ცხოვრებაში, რაც არის მათი აზრით თვისებები ცუდი, ასე დავარქვათ. თორე არ მინდა ეხა ადამიანი ყველა კარგია, მასში შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი, რომელიც არ არის კარგი და ისეთი
პატერნი და შეიძლება იყოს ცუდი, ხო და რომელიც არ არის კარგი და რომელიც არის ცუდი და როდესაც აცნობიერებენ ამ ყველაფერს, მაგრამ მეორე ნახევარი ამაში ძალიან უშლის ხელს. როდესაც შენ სულ სხვა ცნობიერების სხვა ეტაპზე გადადიხარ ზოგადად ამაში თითქოს ერთი დასაწყისში თითქოს რაღაცა ყველაფერი გეწინააღმდეგება. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი მისთვის, ვიც შენ ოჯახშია თანაც ცხოვრობს, შენი პარტნიორი იქნება თუ ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მარტივი, იმიტომ რომ თვალსა და ხელშუა იცვლები, ისე რომ შეიძლება შენ თვითონაც ვერ გრძნობდი ამას და ისინი ამას ძალიან კარგად აღიქვავენ. მე მაგალითისთვის ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ, მე როდესაც შევცვალე ჩვევები და ეს ძალიან რთულად იყო, არ არის მარტივი, ხო ეს გადახვიდე ერთი ჩვევა ჩაანაცვლო მეორით, ერთი მოიშორო მტკივნეულია ძალიან, შენი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, უნდა დაინახო ის შენი ბავშვების ტრავები და ამუშაო ეს ყველაფერი, მე ამ გზით დავამუშავე, ძალიან ბევრი რამე, თუმცა ბევრი კიდე მაქვს დასამუშავებელი და არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმაზე, რომ გასხლოსნებულ მდგომარეობაში ვარ არავითარ შემთხვევაში. და როდესაც ვამუშავებდი ჩემ თავს და სხვა ეტაპზე გადავდიოდი, ისე შეუმჩნევლად ხდებოდა ჩემთვის, თუმცა გარშემო ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები ამას ბევრად უფრო მეტად გრძნობდნენ, ვიდრე მე თვითონ გგრძნობდი ამას. იმიტომ ეს მეგონა რომ მე ჩემს ჭეშმარიტ მეს უახლოვდებოდი და ის ჩემში იდო, რომელიც იყო დაძინებული, ხო? და გამოვაღვიძე. და მათთვის ეს უცხო იყო. აი მაგალითისთვის ძალიან მარტივი მაგალით რომ მიგითხრათ, კონტროლი. ძალიან მქონდა კონტროლი ჩემს შვილებზე, ვაკონტროლებდი მათ ყველა ნაბიჯის კონტროლი. ეს კონტროლი, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, ხო? ჩავანაცვლე იმით, რომ მოვიშორე ეს თვისება და ეს ჩვევა და მათთვის იმდენად უცხო იყო, დედა ხო კარგად ხარ, მეკითხებოდნენ ხოლმე ძალიან ხშირად. და უკვირდათ, აი მაგალითად როცა შემეძლო დღეში სამჯერ ამერიკა და მე იკითხა როგორ იყვნენ, სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, ეხლა მე მცირე დოზით იყო ეს უკვე, როცა წამოიზარდნენ თვითონვე არ მაძლევდნენ ამის უფლებას, მაგრამ მაინც ვცდილობდი რომ მეკონტროლებინა და მე გადიოდა დღეები, საერთოდ შემეძლო არ დამერეკა და ძალიან უკვირდათ, იცით? როგორ ეს ამას რატო აკეთებდა? რა ვიცი დედა, აბა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თქვენ არ მიყვარხართ. პირიქით ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩემთვისაც ცუდია და ეს არ არის კარგი და მე ეს შევცვალე, მე იქ სხვა რაღაცები შევცვალე კიდე, იქ განსჯა, იქ ჩარევა, სხვის რა თქმა უნდა, შვილი სხვა არ არის, მაგრამ სხვათა შორის ძალიან ბევრი კარგი რაღაცები გავაკეთე და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ამისთვის. ეხლა ამ შემთხვევაში ოჯახზე და რახან პარტნიორულ ურთიერთობებზე ალაპარაკი უკვე მოყევი ოჯახის მდგომარეობა და შემდგომში კიდე ბევრი რამე იყო და ამას თანდათან განვიხილავთ მე და ისინი ძალიან კარგად ხვდებიან ამას, ძალიან უკვირთ თავიდან, შეიძლება მე პარტნიორისგან მქონდა პირველად ძალიან დიდი როგორ იცი აღფრთოვანება, ძალიან მოსწონდა ესეთი ცვლილებები ჩემი, მაგრამ ბოლოს სხვათა შორის რაღაცნაირად გამაღიზიანებელიც კი აღმოჩნდა მისთვის ძალიან ბევრი რამაც მასში გამოიწვია გაღიზიანება და რას ნიშნავს ეს? ის რომ მე როცა დავამუშავე ის რაღაც, რაც ჩემთვის ხელის შემშლელი იყო და ზოგადად არ იყო კარგი, ხო? განვითარებისთვის და წინსვლისთვის ჩემი, აღმოჩნდა რომ მან ჩემში ეს რომ დაინახა, აღიზიანებდა ეს პროცესი, იმიტომ რომ თვითონაც ქონდა დასამუშავებელი, ხო, ფაქტობრივად ესე გამოდის. რა თქმა უნდა, მე ეს მისთვის არ მithქვავს, მაგრამ მე რაღაც გარკვეული პერიოდის მერე დაწყნარდა ყველაფერი, ასე რომ თვითონაც მიხვდა, რომ რაღაცები იყო დასამუშავებელი და ასე თავიდან რაღაცა პატარა კონფლიქტური მდგომარეობები იყო, იმიტომ რომ მე მალე არა ვარ გასხლოსნებული და მართლა ჩემი ეგო მაინც ვერ გაჩავდა იმდენს, რომ იტყვიან, რომ ყველაფერზე თვალები დამეხუჭა, მაგრამ ეს ყველაფერს ვცდილობდი, რომ ფაქტობრივად იცით რა იყო, ძალიან ბევრი მუშაობის შემდეგ
აი ამ წიგნმა საბოლოოდ შეკრა ის ყველაფერი, თუმცა აი რაზეც მინდოდა რომ აი რამაც ჩემში ტრანსფორმაცია რეალურად მოახდინა, მაგრამ თუ მე ამ წიგნს პირველი წავიკითხავდი და ჩემში ის რაღაც სხვა მუშაობები რაც ჩავატარე ბრჭყალებში თქვათ მუშაობა, რაზეც მე რეალურად ძალიან დიდი დრო, ენერგია დავხარჯე და ტყუილა არ დამიხარჯავს ეს და ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ წიგნით რომ დამეწყო, ვერ გავიგებდი. მანდ ვერ მივიდოდი აქამდე, ვერ მოვიდოდი აქამდე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირად არ მინდა რომ თქვა, რომ მე რაღაცა უკეთესი ვარ ან ჩემს მეუღლეზე, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრზე, ან რაღაცით მაღლა ვდგარ, არანაირ შემთხვევაში მაგას მართლა რეალურად გულწრფელად გეუბნებით არ განვიცდი, უბრალოდ ჩემში მე ვარ ძალიან მადლიერი ჩემი საკუთარი თავის პირველ რიგში, ჩემი მასწავლებლების, ვინც დამეხმარა ამ ყველაფერში, ჩემი კოლეგების, ვინც იმუშავა ჩემთან ერთად და აი ამ წიგნების და განსაკუთრებით აი ეს ტოლე მომწონს ძალიან და ვგიჟდები ამ წიგნზე, მე არ ვიცი რამდენჯერ წავიკითხე, რამდენჯერ ვკითხულობ, რომ ესე ადვილად არ ხდება ამ წიგნის გაგება და გაცნობიერება, რაც ამაში ხდება. ეს ჩემი რაღაცები ჩავრთე და მოდი ახლა ცოტას კიდევ ვისაუბრებ, ხო რა მომწონს იცით კიდევ აქ ძალიან კარგად აქ აღწერილი ცოტა ციტატებისგან რაღაც ნაწყვეტებს კი ამოვიკითხავ, მაგრამ მინდა რომ ნახევარ საათში ჩავეტიო და მოკლედ გავაკეთო ეს ყველაფერი. აქ აქვს კიდევ გაკეთება ამბობს რომ გასხივოსნება ქალებს უფრო ადვილად გამოსდით ვიდრე მამაკაცებს და ეხლა რომ დააკვირდებით ამ დროში ქალები უფრო ბევრად გაცნობიერებულები არიან, თუმცაო ვერ ვიტყოდიო პირდაპირ აი ასე ციტირებს, რომ შემდგომშიც იგივენაირად გაგრძელდება, შეიძლება ქალისა და მამაკაცის განვითარების, აი გაცნობიერების დონე ერთმანეთთან გათანაბრდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ქალებში უფრო ხდება. და ეხლა რა რით იხსნის ამას, იმიტომ რომ მამაკაცები საერთოდ გონებით იმართებიან და ქალი უფრო ემოცია, უფრო სხეულით იმართება. და გაცნობიერების გასხივოსნების დროს, როდესაც გასხივოსნება, ეგ გონება მთლიანად უნდა გავემიჯნოთ ჩვენს გონებას. ფაქტურად ემოციებსაც მე ვაკონტროლებთ, მაგრამ ქალისთვის უფრო ადვილია. და კიდევ რაზეა ხაზი გასმული, მოკლედ შევეხები აუცილებლად ამ თემას. აქ არის, ესე იგი, აქ თავია რატომ არიან ქალები გასხივოსნებასთან უფრო ახლოსო და ეს აქვს ახსნილი, როგორ დაოძე ძინში არის ეს კარგად განმარტებული, რომ აი ქალები, ხო, კიდე რა მე მოუყვები ჩემი სიტყვებით, ანუ ნახეთ რას ამბობს, ქალებს აქვთ ძალიან როგორი მდგომარეობა იცით, აქ აქვს პატრიარქატს აქვს გასმული ხაზი ავტორს, იმიტომ რომ ქალებს აქვთ კოლექტიური არაცნობიერებისაგან გამოყოლილი ასევე ძალიან რთული მდგომარეობა. რას ნიშნავს რთული მდგომარეობა? ანუ ქალები ყოველთვის იჩაგრებოდნენ, დღემდე ესია ნაწილობრივ, თუმცა ეხლა იმ დონეზე არა როგორც ადრე იყო. ქალებს ეხლა წარმოვიდგინეთ, ბავშვის გაჩენა, ოჯახის აი ყოველთვის მამაკაცი უფრო მაღლა იდგა ხოლმე, მთლიანად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად ყველგან ხო, ყველგან ასე იყო. და მამაკაცს უნდა დამორჩილებოდა ქალი. საუკუნეების განმავლობაში ეს არაცნობიერი, ეს კოლექტიური არაცნობიერი ყველა ქალში არის აი ეს ნაწილი ჩადებული და ამას აქ განმარტება, რომ აი ეგ მომეწონა ძალიან, რომ ქალები რომ უტოლდებიან ახლა უკვე აი ამ ხრივ და უკვე დაიწყეს თავის წინ წამოწევა, ანუ უკვე კარგად გააცნობიერეს, რომ არ უნდა დაიჩაგრონ, რატომ უნდა დაიჩაგრონ, მიუხედავად კიდე ამას რა ემატება ბავშვების გაჩენა, მე ბავშვებს კარგავდნენ, რაღაცა მომენტში პარტნიორებს კარგავდნენ, ეს ყველაფერი ქალზე ძალიან მძიმედ აისახებოდა და ჩვენ ყველა ქალს ჩვენიც გვაქვს, ხო, ჩვენი წარსული ტრავმები იქნება თუ რაღაცა ელემენტარული სტრესები და რამდენი ხა ქალს ყველა ქალს აქვს რაღაცა ზოგს მეტად სექს ნაკლებად და ამას დაემატებული კიდე ეს კოლექტიური
არაცნობიერი ტრავმები, რომელზეც ახლა ვისაუბრე, ამიტომ ქალის მდგომარეობა არის ძალიან როგორ იცით, როდესაც ადამიანი განიცდის რაღაცა ტკივილს, ამ დროს უფრო მეტად ხდება საკუთარ თავში ჩაღრმავება. ამ დროს უფრო მეტად ხდება დაკვირვება და აი ეს ტკივილის სხეული უფრო როგორ არის იცი, დაგაფიქრებს ბევრ რამეზე და უფრო მიგიყვას იქამდე, რომ აი მე რაღაცა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. აი როდესაც ადამიანს აქვს შიშები, შფოთვები, რაღაცა არასასურველი ემოციები, ამ დროს რაღაცა მიზეზი არსებობს, რა თქმა უნდა არსებობს მიზეზი, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას არ ვიღებთ და გაურბივართ, ის აუცილებლად მოდის და გვეწინააღმდეგება. ანუ წინააღმდეგობაში მივდივართ, ისიც გვებრძვის ხო და გრჩება და როდესაც ჩვენ უკვე ვაღიარებთ, რომ ხო ესე იყო, აი ქალის მდგომარეობა ესეთი იყო თავიდანვე. აი ეს ვაღიაროთ, მაგრამ მივიღოთ ხო ეს მდგომარეობა, არა ის მდგომარეობა, რომ კიდე უნდა გავაგრძელოთ იგივენაირად ცხოვრება, არა, არავითარ შემთხვევაში. ის მდგომარეობა, რომ ის ჩვენშია, ჩვენი სხეულის მეხსიერებაშია, ჩვენ არაცნობიერ მდგომარეობაშია, კოლექტიურ არაცნობიერშია და ეს უკვე რო ვიცით, ეს უკვე არის აი განკურნების რო იტყვიან ერთი ნაბიჯი გადადგმული და ეს უკვე აი მიიღავს ადამიანი იქამდე, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს. და კიდე ნახე რაზეა ლაპარაკი აქ კოლექტიური ქალური ტკივილის კორპუსის, ხო, ამაზე ვისაუბრე ახლა, ეს თავი ისა. იმ ქალთა რაოდენობა, რომლებიც სრულიად გაცნობიერებულ მდგომარეობას მიუახლოვდნენ, უკვე აჭარბებს ასეთი მამაკაცების რაოდენობას და უახლოეს წლებში უფრო სწრაფად გაიზრდება. კი ბატონო, ამაზეც ვისაუბრე. ეხლა გადავიდეთ საკუთარ ქალების ტკივილზე და რას გვეუბნება. როცა უეცრად მიხვდებით, რომ ტკივილს ხართ მიჯაჭული და მუდამ ასე იყავით, წეგან ხო ვთქვი, შიშები, ემოციურ ტკივილზე აქ ლაპარაკი, თუნდაც ფიზიკურ ტკივილზე. თავზარი დაგეცემათ. ანუ სულ ესე იყავით თქვენ, უბრალოდ ვერ აცნობიერებდით. თავზარი დაგეცემათო. და მართალიც არის. ესე იგი, ჩვენ ხო ვიზიდავთ ამ ტკივილს, ამაზე მე ჩემი მოსაზრებაც მაქვს და შემდგომში სხვა ვიდეოებში განვიხილავ ამ თემებს, თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, მასთან კავშირს გაწყვეტთ. აი გაცნობიერება რამდენ ამის ნიშნავს და რამდენად აი არ ვიცი რა, დაგეხმარებათ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეში. ტკივილის კორპუსი ენერგეტიკული ველია, ერთეულია, რომელიც თქვენს შინაგან სივრცეში დროებით სახლდება. სასიცოცხლო ენერგია მასში ემწყდება და აღარ მოძრაობს. რა თქმა უნდა, ტკივილის კორპუსს წარსულში მომხდარი ქმნის და ასაზრდოებს და ეს თქვენში არსებული ცოცხალი წარსულია და მას თავის გაიგივება წარსულთან იდენტიფიცირებას ნიშნავს. ანუ მსხვერპლის როლში ვართ. ანუ ჩვენ როდესაც რაღაცა გვტკივა, არ აქვს მნიშვნელობა ფსიქოლოგიურად, სულიერად, ემოციურად, თუ ფიზიკურად, ჩვენი თავი მასთან არ გავაიგივეოთ. ყოველ თავში არის ეს გადმოცემული. ყველა ვიდეოში სადაც საუბრობ, სულ ამაზე აქვს ლაპარაკი. ფაქტობრივად აი რო შევაჯამოთ ბოლოსკენ, ხო? აი სულ იმაზე აქვს რომ საუბარი რომ არ გაიგივოთ თავი ფიქრებთან, ემოციებთან, მდგომარეობასთან, ეხლა მდგომარეობასთან, შენს ჩნდებებთან, თქვენს აი იქ კიდე უფრო მეტი ხარ, აი სადღაც ძალიან ღრმად მივყავართ უფრო და ეს ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ეხლა მე მაგალითად აი ეხლა ვარ სიტყვაზე, ხო, ძალიან ცუდად გრძნობ თავს, სევდიანი ვარ. ან რაღაცა მაწუხებს და მტკივა და რეალურად მართლა ამ შემთხვევაში მაქვს მე ეს ტკივილი, ფიზიკური ტკივილიც და აი ვიდეოს ჩაწერის დროსაც თუნდაც ძალიან დიდ ფიზიკურ ტკივილს განვიცდი და მე თავს არ ვაიგივებ მასთან. ხედავთ, აი როგორ მეხმარება და მერწმუნეთ, ეხლა ამ შემთხვევაში აი არ მინდა უბრალოდ ეხლა ვიდეოში გამოვაჩინოთ, ძალიან დიდი კორსეტი მიკეთია და შეიძლება მეემჩნევა კიდეც და იმით ვზივარ, მაქვს არანორმალური ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მე
გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეო, გადავწყვიტე გავსულიყავი წეღალ, შევსულიყავი მაღაზიაში, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძლივს მიდიოდი. აი, მიჭირავს წიგნი და ამ წიგნით ხელმძღვანელობ, დამიჯერებთ ხალხ, ნუ აი, ვინც მოусმენს ამ ვიდეო ამ ჩანაწერს, მიხვდება რომ მინდა რომ გითხრათ უბრალოდ რომ აი გამოიყენეთ რა, პრაქტიკაში გამოიყენეთ. ეს არ არის, ეს წიგნი არ არის იმისთვის, რომ აი წაიკითხო და რაღაცა ვიღაცის ისტორია ან რაღაცა გავიგე და უფ, ეს რა მაგარი ყოფილა, ან ეს რა რთული ყოფილა, არა. აი თითოეული თავში იმდენი რაღაცა ყველაფერში გამოგადგება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. აი ამ შემთხვევაში ჩემთან ტკივილთან მე არ ვაიგივებ ჩემ თავს, ვიცი რომ მივიღე, რომ ეს ტკივილი არის, ეხლა ამ წუთში არის, მაგრამ რაღაცისთვის არის საჭირო და ისიც გავაცნობიერე, რისთვის მოვიდა ჩემთან ეს ტკივილი ამ ეტაპზე და რატომ ტკივა ეხლა მე ეს ფიზიკურად. და ერთი სიტყვით გეტყვით, რომ მან მე სხვა რაღაცისგან დამიცვა, ეს ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული და არ ვაიგივებ ჩემ თავს ამ ტკივილთან. მოკეთ დაუჯერებელია შეიძლება, მაგრამ ტკივილის დონე ძალიან საკმარისად მაღალია. ეხლა ამ წუთში ჩემთან. მაგრამ მადლობა აი ამ წიგს, რომ მე ეხლა ამ შემთხვევაში ვზივარ და ამ ჩანაწერს ვაკეთებ. კარგით, გადავიდეთ შემდეგში. დღეს მე მგონი ჩემ თავზე ბევრი ვისაუბრე. ხო, კოლექტიურ ქალურ ტკივილებზე ვისაუბრეთ. ხო და აქაც ამოგიკითხავთ იმას, რომ საკუთარი თავის ტკივილის სხეულთან გაიგივება, მისგან განთავისუფლებაში ხელს გიშლით. ანუ არ გაიგივოთ თქვენი თავი ტკივილთან. ზოგიერთი ქალი, რომელმაც უკვე ცნობიერ მდგომარეობას იმდენად მიაღწია, რომ პირადი მსხვერპლის იდენტობისგან განთავისუფლდა, კოლექტიური მსხვერპლის იდენტობისგან ვერ განთავისუფლდა. წეგან რაზეც ვისაუბრე, ეს კოლექტიური მსხვერპლის იდენტობა, ეს რა არის, ხო? კოლექტიური ქალური ტკივილის კორპუსი დიდწილად განპირობებულია მამაკაცთა მიერ ქალებისადმი გამოვლენილი ძალადობით 1000 წლეულობის განმავლობაში მთელ პლანეტაზე ქალური საწყისის ჩახშობით. და კიდევ აქ, ხო, ნახევარსაათი გავიდა, მაგრამ არა უშავს, მინდა რომ დავასრულო ეს თავი, რატომღაც მოკლედ დავასრულებ. აქ აქვს მენსტრუაციულ ციკლზე აქ საუბარი. ენერგიის დინება, როდესაც ხდება სხეულში და ის სწორედ მენსტრუაციული ციკლის დროსაც ძალიან კარგად ხდება ენერგიის დინება. და ადამიანი, ქალები menstruația ციკლი შეიძლება აი ეს ციკლის დროს რა ხდება ხო? გაღიზიანებული ადამიანი, რაღაცა ჰორმონების გადაწყობა ხდება სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ და გაღიზიანებულ მდგომარეობაშია, შფოთავს, ღელავს, რაღაცა გაღიზიანებული შეიძლება აგრესია გამოხატოს, შეიძლება რაღაცა ან თავში კონდეს შინაგანი არასასიამოვნო შეგრძნებები და არა მხოლოდ შეგრძნებები, არამედ ტკივილიც, ფიზიკური ტკივილიც და ამ დროსო არ გაიგივეოთ თქვენი თავი ამ ტკივილთანო პირველ რიგშიო და ამან შეიძლება ადამიანი ამ მდგომარეობა ადამიანმა იმისე გამოიყენოს, რომ გასხივოსნებამდეც კი მიიყვანოს და რანაირად ხდება ახლა ეს. menstruაციის ციკლის მოახლოებისას, სანამ პირველ ნიშნებს შეიგრძნობთ, რასაც menstruაციის წინა დაძაბულობას უწოდებენ, კოლექტიური ქალური ტკივილის სხეულის გამოღვიძება ხდება ამ დროს, რა თქმა უნდა, ყურადღება მოიკრიბეთ და რაც შეიძლება მეტად შედით საკუთარ სხეულში. მისი პირველი ნიშნის გაჩენისთანავე ფხიზლად იყავით, რათა მისი დაჭერა, ბრჭყალებში დაჭერა, ანუ ეს მომენტი არ გაუშვათ ხელიდან, როგორც კი იგრძნობ, რომ ცუდად ხარ, ან რაღაცა შფოთო გაქვს, რაღაც გაღიზიანებულ ხარ, გინდა ვიღაცას უყბინო, ან რაღაცა გააკეთო, შემოტევები როდესაც იწყება, ამ დროს დაიჭირეთ ეს ბრაზი იქნება, თუ რა ემოციაც იქნება, უბრალოდ მასზე მიმართეთ მთელი თქვენი ყურადღება, ემოცია თუ შეიგრძენით, მის მიღმა მიმალური ძლიერი ენერგეტიკული მუხტია. დაიმახსოვრეთ, ეს არის ტკივილის სხეული, შეიცანით, გააცნობიერეთ, რომ ეხლა აქ ხართ, აწმყოში ხართ და იგრძენით მისი ძალა, აი ეს ენერგია სათქმელოდ გამოიყენეთ. არ მიუშვათ რა თავი იმ ემოციებში, არ ჩავარდეთ ბოლომდე. ეს ისედაც ნებისმიერ შემთხვევაშიც გამოგადგებათ. ნებისმიერი ემოცია, რომელსაც აწმყოში ყოფნას დაუპირისპირებთ, ანუ როცა მიხვდებით, რომ ეს ემოცია მოვიდა, უცბად ასე გამოფხიზლდით, შეაჯანჯღარი შენი თავიო და აწმყოში, აი მე ახლა აქ ვარ, ამჟამად
აქ ვარ, ხო, მე ეს გავღიზიანდი, მე ეხლა ამ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მე ეს გაღიზიანება არ ვარ. ეს არის რაღაცა დროებითი წამიერი, რომელიც გაივლის. დაუპირისპირდით, ხო, აწყოში ყოფნა დაუპირისპირეთ ამას, სწრაფად დაიხევს ეს ტკივილი უკან და განიცდის ტრანსმუტაციას, რა თქმა უნდა. ნუ მოკლედ, სტაბილური ყურადღებით და მიღებით ტრანსმუტაცია მოხდება, ტკივილის სხეული ტრანსფორმაციას განიცდის და გაბრწყინებულ ცნობიერებად გადაიქცევა. ანუ გაცნობიერება მოხდება იმის, რომ შენ არ ახარ შენი ტკივილი. დაიხმარეთ ეს მდგომარეობაც ამაშიო. ხო, კიდე რას გვეუბნება ეგოს გაძლიერება თქვენი ნამდვილი ბუნებისგან დაშორებას ნიშნავსო და აქ არის ახსნილი, რომ ეგო არ გააძლიეროთ არავითარ შემთხვევაში. ნების ემოცია, რომელსაც ამოწერილი მაქვს ციტატები, აწმყოში ყოფნას დაუპირისპირებთ, სწრაფად დაიხევს უკან და ტრანსმუტაცია განიცდება. ანუ თქვენი ნება გამოიყენეთ, ყოფიერება გამოიყენეთ, იყავით ყოფიერებაში, ღვთაებრივ ყოფიერებაში, სულ ამას გვეუბნება. და მე ამბობს, რომ უარი თქვით საკუთარ თავთან ურთიერთობებზეო, აქაც ორი სიტყვით შევეხები ამას, რატომ უნდა ვთქვათ ახლა საკუთარ თავთან ურთიერთობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გასხოსნებას ვერ მიაღწევთო და რას ამბობს იცით, რომ ჩვენ როდესაც ვურთიერთობთ, ხო გვიჭირს ადამიანების უმრავლესობას ძალიან უჭირთ თავის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. და ამის გამო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცუდი ან რაღაცა შეიპყრობს, ცუდ ემოციებშია, იმიტომ რომ თავის საკუთარ თავში სიღრმეებში ჩახედვა არ არის ადვილი, ეს ძალიან ტკივნეულია. და ამისთვის უნდა ყოველთვის ვიღაცამ უნდა შეგაქოს, ვიღაცამ უნდა მოგეფეროს, ვიღაცამ უნდა დაგიცვას, ვიღაცამ უნდა ძალიან ბევრი რამეა, რისთვისაც საჭიროა ეს პარტნიორი იქნება თუ ვინც იქნება, ხო, დაუშვათ პარტნიორი ხო ამ შემთხვევაში და როდესაც საკუთარ თავთან ურთიერთობაზე რატო ამბობს ახლა და ვერ გასხივოსნებით, იმიტომ რომ ჩვენ თავთან სულ გვიჩნდება მუდმივად კითხვები და ვართ გაურების, მე ესე აღვიქვი ყოველ შემთხვევაში, აი თქვენ წაიკითხავთ შეგიძლიათ და თქვენი აზრით დამიზიაროთ ამ თავში, ამას როგორ აღიქვათ, რომ თქვენ მუდმივად გაქვთ კონფლიქტი, შეიძლება კონფლიქტში შევიდეთ შევენ თავთან, ვესაუბროთ, გაურება ხდება. ანუ ერთი ეგო მეორეზე მეტად ძლიერია. მე დავინახავ, არა მე ის არა ვარ, როგორ არა შენის ხარ შენი თავი. თქვენ თავთან აბა დააკვირდით, არ გისაუბრიათ და რაღაცა ორი, მე ძალიან ხშირად მქონია ეს მომენტები, ჩემი აი ძალიან ღრმა ახალგაზრდობაში პატარა კი არა უკვე ზრდასრული ვიყავი, მაგრამ ახალგაზრდა და მდეურებს, როდესაც გადავავლებით ხოლმე ახლა თვალს, ბევრჯერ მქონია ეს საკუთარ თავთან დიალოგი, ერთი ასე მეუბნება, მეორე ასე მეუბნება, ვერ გავიგე ასეთი ვარ თუ ისეთი ვარ, აი სულ მქონდა მე შეგრძნებები, სულ მქონდა ეგ ეგზისტენციალური კითხვები ჩემ თავთან, ვინ ვიყავი, რა ვიყავი, დაახლოებით ახლა 17-18 წლის ასაკში როდესაც ვიყავი, ამ დროს არ იყო ეს ფსიქოლოგია კი, რა თქმა უნდა, ახლა უნივერსიტეტში გვასწავლიდნენ, მაგრამ ისე ძალიან ლაითად საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებდი, არც ამდენი წიგნები იყო ნათარგმნი და ზოგადად საერთოდ ამაზე ვინ საუბრობდნენ, ძალიან ბოლო წლებში დაიწყეს ხო უკვე ამაზე. ფსიქოლოგებს მაშინ სხვანაირად აღიქვავდნენ და მოკლედ მთელი ამბები და მაგრამ მე მდღიურებში ხშირად ვაწყდები ხოლმე აი ამ ჩემ თავთან საუბარს, არ ვიცოდი რა მინდოდა, ერთის უნდოდა, მეორე მხარე სხვანაირად მეწინავდა. ეს უკვე გახლეჩვაა, ხო? ეს გახლეჩილი მდგომარეობა, ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. და როდესაც ადამიანი ასეთი მდგომარეობაშია, ფაქტურად გამოდის, რომ ვერ მიაღწევს, როგორ მიაღწევს ხო გასხოსნებაზე ლაპარაკი სად არის აქ. მოიცა ერთი წავიკითხოთ კიდე რა წერა, თუ თქვენს თავთან მარტო დარჩენისას ფოთვა გიპყრობთ და მისგან თავის დასაღწევად ურთიერთობების ძებნას იწყებთ, იცოდეთ, რომ ამ ურთიერთობებში რამე სხვა ფორმით იჩენს ის თავს, რის გამოც ალბათ პარტნიორს დაადანაშაულებთ. კი ბატონო, თქვენ თუ შფოთავთ თქვენ თავთან, თქვენ არ გინდათ რომ აღიაროთ, რომ ეს შფოთვა თქვენი ბრალია, თქვენი შინიდან მოდის, თქვენ ხო გარეთ ვეძებთ, ხო გარეთ ვეძებთ დამნაშავესაც, სიხარულსაც, ბედნიერებასაც, სიყვარულსაც, რაც სინამდვილეში ჭეშმარიტად მასი არ არის, ხო? ჩვენში უნდა იყოს ყველაფერი, ჩვენი შიგნით უნდა მოვაწერიო და როდესაც შიში გადაშფოთვა გვაქვს, ჩვენ მერე პარტნიორს ვეძებთ და გვჭირდება ეს იმისთვის, რომ მას დავთოთ ბრალი ამაში, რომ აი, იმიტომ გვაქვს ეს შფოთვა, რომ შენი ბრალია. რამდენს გაგახსენდებათ ახლა თქვენი ცხოვრებიდან რაღაც მომენტები.
გჭირდებათ საკუთარ თავთან ურთიერთობა, ნუ თუ არ შეიძლება იყოთ ის, ვინც ხართ, თქვენ თავთან ურთიერთობის დამყარებისას თავს ორად ხლეჭთ. ნუ ამაზე უკვე ვისაუბრე, აღარ დავქარგავ დროს და ფაქტობრივად დავასრულებთ ამითი და წავიკითხავ ბარემ. მე და ჩემი თავი, ესე ხლეთ ჩვენ თავს, სუბიექტი და ობიექტი. გონების მიერ შექმნილი ეს დუალობა თქვენ ცხოვრებაში არსებული ყველა სირთულის, პრობლემის და კონფლიქტის ფესვია. გასხივოსნების მდგომარეობაში კი თქვენი თავი ხდებით უკვე. თქვენ და თქვენ თვითონ, აი, გაორება უკვე აღარ არსებობს, ერთი გახდებით, შერწყმა ხდება ამისი. თავს აღარ განსჯით. აღარ გეცოდებათ, რა კარგია, რომ აღარ გასჯი შენ თავს, აღარ გეცოდება, მსხვერპლის როლში აღარ ხარ, ხო? აღარ გიამაყება, არ გიყვარს, ახლა ურჩები თავი მიყვარს, ესეთი ვარ. ნუ აქ ხვდებით ხო რა სიყვარს, ყველანი ერთია უკვე, შენ გიყვარს, ისიც შენ ხარ, მეც შენ, ყველაფერში უკვე შენ თავს ხედავ. ყველაფერი ერთია უკვე, ხო, ასეთ მდგომარეობაში, ნუ ახლა ის არ არის მარტივი. აღარ გძულთ. ამ თვითრეფლექსირებული ცნობიერებისგან შექმნილი გახლით შუშდება, მისი წყევლისგან თავისუფლდებით. აღარ არსებობს მე, რომელსაც დაცვა და კვება სჭირდება და თქვენ იცით მეს რამდენი რამე სჭირდება, ხო და როგორ იცავს თავს და როგორი ბრძვის რომ დაიმკვიდროს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის საკუთარი თავის ეს ეგო განსაკუთრებით. გასხივოსნებულ მდგომარეობაში ერთადერთი ურთიერთობა, რომელიც აღარ გაქვთ, არის ურთიერთობა საკუთარ თავთან. მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან ამ ურთიერთობას მოიცილებთ, ყველა სხვა ურთიერთობა მხოლოდ სიყვარულის იქნება. ნუ მოკლედ ცოტა გაგრძელდა, კაი დიდი გამომივიდა, ცოტა კი არა, 40 წუთია ვსაუბრობ და დავასრულეთ მერვე თავი და გადავალ მე მეცხრე თავზე. ესეც ძალიან საინტერესოა, ბედნიერების და უბედურების მიღმა, რომ სიმშვიდეა, ამაზე აქ ლაპარაკი და ამაზეც დიდი სიამოვნებით გესაუბრებით საკუთარ გამოცდილებებსაც კი. და ახლა დაგემშვიდობებით. მომიტევეთ, არ ვარ ისეთ ფორმაში, როგორშიც უნდა ვიყო, მართალია, მაგრამ მიზეზი, რა თქმა უნდა, უკვე გავაჟღერე ვიდეოში და უკვე მიხვდით, რომ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ეს ვიდეოების ისე ჩავწერო და მოგაწოდოთ, რომ თქვენ ის ადვილი მარტივ ენაზე იყოს, გასაგები იყოს, ყველაფერი და დაგეხმაროთ, ვისაც დღეს ეს გჭირდებათ. დაგემშვიდობებით და წარმატებები.